მეუფეოზეც სათავო მოგეშინის მწერლ სულ ჭეშმარიტებისა რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მალთუხე შენი საუნჯეო კეთილთა უნიჭებულ ცხოვრებისა მოვედა და ანგიფრეთში და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ვიცისა და აცხოვნა სახიერი სულ ჩვენი ამენ აბზარდი სადიყო და სადარა ჩვენ ამ ხუმრობაში მივედით უკვე მათეს ახარებას 25 თავზე 24 თავთან დაკავშირებით მოკლედ შეგახსენებთ რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი თავი იმ თვალსაზრისით რომ იყო სწავლებები ქრისტესი წინასწარმეტყველებები მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ანუ რა იქნებოდა წინა ნიშნები უფლის მეორე მოსვლისი და ეს თქვენ მოისმინეთ რომ ხა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ ჩვენ 3 ლექცია გაგვიძელდა პირველი შემთხვევა იყო როდესაც ერთი თავი 3 საუბარი გაგრძელდა და მოდი ვნახოთ ახლა რა ხდება 25 თავში მინდა გითხრათ რომ სულ დარჩა 4 თავი 25 26 27 და 28 და ამით დასრულდება მათეს სახარება ანუ ჩვენ ნელ-ნელა უახლოვდებით უკვე დასკვნილ ეტაპებს ქრისტეს სამქვეყნიური მოღვაწეობისა ქრისტეს სამქვეყნიური ცხოვრებისა და ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეს ყველაფერი და უფრო კულმინაციისკენ მივდივართ რომ ანუ ის ყველაფერი რისთვისაც უფალმა გაიღო მსხვერპლი რაც მან ჩვენი გულისათვის გააკეთა ამ ყველაფერს უახლოვდებით რომ მე დასრულების შემდეგ მე რა თქმა უნდა შევაჯამებ როგორც თავიდან გავაკეთე შესავალი ახალი აქტისა სანამ დავიწყებდით მე როდესაც დავასრულებ ჩვენ მათეს სახარებას აუცილებლად შეჯამებასაც გავაკეთებ რომ ეს ყველაფერი რაღაც თლიანობაში წარმოვიდგინოთ რომ გავიაზროთ ჩვენს თავში იმიტომ რომ მაინც რაღაც გარკვეულწილად დანაწევრება ხდება ახლა ჩვენს გონებაში აი ამ სწავლებისა იმიტომ რომ ჩვენ ერთიანად არ მივყვებით განმარტებებს ვაკეთებთ ამ ყველაფრისა უკავშირებთ ჩვენ ცხოვრებას ვაკეთებთ პარალელებს და ამიტომ მაინც ასე თუ ისე ნაწევრდება და ბოლოს მე ვეცდები რომ როდესაც დავასრულებ მათეს სახარებას გავაერთიანო თავიდან ბოლომდე მთელი დედა აზრი რომ თავიდან ბოლომდე კარგად გავიაზრო თუმცა თქვენ ძალიან დიდ დახმარებას გამიწევთ მე თუკი თქვენ თვითონაც წაიკითხავთ მე წინაზეც გითხარით ხო და ეხაც მინდა გაგიმეოროთ რომ ძალიან სასურველი იქნება თქვენ თვითონ თუ იკითხავთ თუნდაც ეს როგორც მამაშალვამ თქვა რომ რაღაცა წინასაც წაიკითხეთ ხოლმე კვირას რომ მოდიხართ სახარების განმარტებაო ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ უკვე სულ სხვა განწყობით მოდიხარ იცი რას ეხება ის მსახურება ხო ესევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენ დაგეხმარება ძალიან თუკი წინასწარ თქვათ წამოსვლამდე ან წინა დღეს ან თუნდაც იმ დღეს წამოსვლამდე თქვათ რაღაც გარკვეული პერიოდით ადრე გადახედავთ ხოლმე იმ საკითხავს რაც ჩვენ უნდა წავიკითხოთ წინასაც გადახედეთ ხოლმე რაც წავიკითხეთ თლიანობაში თუ თლიანად ის კარგა თავიდან ბოლომდე რომ ჩაჯდეს თქვენს გონებაში და შემდეგ დღეს რაც უნდა წავიკითხოთ თქვათ იმასაც გადახედეთ ხოლმე ხო უფრო ადვილი ასაქმელი იქნება თქვენთვის თლიანობაში სახარებისეული სიუჟეტი იმიტომ რომ კიდე გეუბნებით რომ მე გინდა ისე თქვი გინდა ასე იმის გამო რომ თქვათ მინდა რომ ბევრი რამე მოვასწრო ბევრი რამე შევეხო ამომწურავი იყოს რამდენადაც შესაძლებელია ჩემი საუბარი ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება გადაუხვიო ამიტომ თქვენ ძალიან გაგიადვილდებათ თუკი თქვენ თვითონ ჯერ ერთი ეს ახლა ამის თხოვნა და ამის შეხსენება არც უნდა გჭირდებოდეთ რომ თქვათ მარტო ჩემს იმედზე ნუ იქნები და მარტო ჩემი წაკითხულის იმედზე არამედ თქვენ თვითონ იყავით მონდომებული და თქვენ თვითონ იყავით დაინტერესებული რომ სახარება იცით როგორი წიგნია ერთხელ კი არ უნდა წაიკითხო და კი არ უნდა თქვა მე რომ მე წაკითხული მაქვს სახარებაო არა ეგრე შეიძლება წაიკითხო თქვათ გრაფი მონტე-კრისტო ან მუთა უმხედარი და თქვა რომ წაკითხული მაქვს მაგრამ სახარება ეს არის ცხოვრების წიგნი ხო სახარება მუდმივად უნდა იკითხო და არა იკითხო მხოლოდ არამედ ასრულო მე შენი ცხოვრების წესად უნდა აქციო შენში უნდა შემოვიდეს უნდა გაგიჯდეს ძვალსა და რგულში სახარებისეული მცნება უფლის სიტყვა თავიდან ბოლომდე ამიტომ
აი ამას ემსახურება ეს ჩვენი საუბრები და ჩვენ არაერთხელ აღვინიშნია ამის შესახებ. მოდი ვნახოთ, რომ აღარ გაგვიძლია ახლა ზედმეტად შესავალი პირდაპირ გავყვეთ. რაც შეიძლება მეტი მოვასწრო. აი ამ ესქატოლოგიური თავის შემდეგ ჩვენ დღეს გვაქვს უკვე იგავების თავი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ნახოთ, არ არის გამორიცხული, ბოლომდეც მოვასწროთ სულ 46 მუხლია. ნახოთ. როგორც ერთი მოგცემს, რასაც მოგცემს. ამბობს უფალი ესეთ იგავს. მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათა 10-თა ქალწულთა, რომელთა აღიქმნეს ლამპარნი თვისნი და განვიდეს მიგებებად სიძისა. თქვენ არაერთხელ გსმენიათ ალბათ სახურებებზე ეს იგავი 10 ქალწულის შესახებ და მინდა გითხრათ, რომ ყოველი ქალწულ მოწამის ხსენების დროს იკითხება ხოლმე მაგალითად როგორიც არის თქვა იქ მოწამე ბარბარე, ეკატერინე და ასე შემდეგ, ფენია, ასე შემდეგ. ხო აი ყოველი დიდ მოწამის და ქალწულ მოწამის ხსენების დღეს იკითხება ხოლმე სწორედ ეს სახარება, სადაც ნათქვამია 10 ქალწულის შესახებ. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ არ იფიქროთ თქვენ, რომ ქალწული ამ შემთხვევაში მხოლოდ ქალს გულისხმობს და არ გვეხება მამაკაცებს. აბსოლუტურად თანაბრად გვეხება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. მინდა გითხრათ ასე, რომ მინდა რომ ყურადღებით მოვისმინოთ. იმ საკითხავებსაც უშუალოდ ერწყმის და უკავშირდება, რაც სწორედ ჩვენ წინა თავში განვიხილეთ, ესქატოლოგიური საკითხი, ანუ მეორე მოსვლასთან დაკავშირებული წინა მოვლენები, რაც უნდა უძღვდეს ამას. და ზოგადად ჩვენ ცხოვრებას ეხება. ჩვენ ბევრჯერ გვაქვს უკვე ეს მოსმენილი, რომ აი ესე იწყებს ხოლმე უფალი, მაშინ ემსგავსა სასუფეველი ამას, ანუ აი უფალი ცდილობს იგაურად, ალეგორიულად დაგვანახოს სასუფეველის არსი. იმიტომ რომ სასუფეველი ახლა არ არის ესეთი რაღაცა, რომ ესე ხელი მოკიდო და გასინჯო და შეხედო, ხო? ანუ ეს უნდა იგრძნო და უნდა განიცადო შენ. რა არის სასუფეველი? და ამიტომ უფალს სხვადასხვა შედარებები მოყავს, სხვადასხვა შედარებებს მიმართავს იმისათვის, რომ დაგვანახოს და გაგვააზრებინოს რა არის სასუფეველი. რა სულიერი მდგომარეობაა სასუფეველი. რატომ უნდა გვინდოდეს უფალთან ერთად სუფევა? საერთოდ რა მოვლენაა? საჭიროა კი რომ გვინდოდეს? აი ეს ყველაფერი რომ კარგად გავიაზროთ, ამისათვის უფალი მრავალ ხელს მიმართავს და მოდი მოვისმენოთ. ამ შემთხვევაში ადარებს სასუფეველს 10 ქალწულს, რომელთა აღიქმნეს ლამპარნი თვისნიო და განვიდეს მიგებებად სიძისავ. 10 ქალწული, რომელსაც ხელში უჭირავთ ლამპრები და მიდიან სიძის შესაგებებლად, სიძის შესახვედრად. ხოლო 5 მათგანი იყვნენ ბრძენი და 5 სულელნი, ანუ თავიდანვე ამბობს უფალი, რომ მართალია 10-ვე ქალწულია, მაგრამ ამ 10-დან 5 ბრძენია და 5 სულელია. ეხლა მოდი ვნახოთ, რაში გამოიხატება იმ ბრძნების სიბრძნე და რაში გამოიხატება იმ სულელების სისულელე. მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი, მათნი და არა მიიღეს მათთანა ზეთი, ანუ კანდელი, რომელიც ეკლესიაშია, თქვენ იცით, რომ ზეთით, ანუ ჩვეულებრივ ზეთი ესხმება მაშინ და ზეთი იწვის, ხო, შემდეგ ფითილი აქვს ამას და იცი. ანუ კანდელში თუ არ ჩაასხი ზეთი, ის რაც არის, ის გამოილება და შემდეგ ჩაქრება, ხომ ასეა? ანუ ამათ აქვს ხელში ესეთი ლამპრები, ანუ ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ეხლა აი კომუნისტების და 90-იანი წლების პერიოდი, ვისაც აქვს ეს ლამპების პერიოდი, კარგად გემახსოვრებათ რა, ხო და? ხო გასულ ის ლამპები, ეხლა იმ ზეთის მაჯორად რომ ნავთი წარმოვიდგინოთ, ჩვენ დაახლოებით ეგეთი რაღაცა. ანუ ეხლა თუ გინდა რომ იმ შენმა ვთქვათ სანათმა გაანათოს, ამისათვის აუცილებელია რომ შიგნით ესხას ის ნივთიერება, რომელიც იწვის, ხომ ასეა? ამ შემთხვევაში უფალი საუბრობს ზეთიან ლამპრებზე, ზეთიან სანათურებზე, ასე ვთქვათ. და უყურეთ, რაში გამოიხატება განსხვავება სულელებისა და ბრძენების, რომ ლამპრები ყველას ერგოთ, ანუ ყველას აქვს
მიცემული ქვისაგან და მე აგიხსნით ამ ყველაფერს არას ნიშნავს. და სულელებს მომარაგებული არა აქვს ზეთი, ანუ ისინი არიან იმის იმედზე, იმ ზეთის იმედზე, რაც ასხია უკვე იმ ლამპაში. და ბრძენებმა კი მოიმარაგეს ზეთის. ნახოთ ხა ეს რას ნიშნავს და როგორ. აი, ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათთანა ზეთი, ჭურჭელთა მათთა ლამპართა მათთა თანა. ანუ თალყი ხელში უჭირავთ ეს ლამპარი, ბრძენებს და თალყი ხელში უჭირავთ სათადარიგო, ასე ვთქვათ, რაღაცა ჭურჭელი, რომელშიც უცხია ზეთი. იმისათვის ვთქვა, თუ გამოილია ლამპარში ზეთი, ჩაამატოთ. და დაყოვნებას ამას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. მოდი ახლა ვნახოთ და გავამართოთ ბარემ, ვინ არიან ეს ქალწულები და რას ნიშნავს ეს ზეთი. ჩემო კეთილო ადამიანებო, თითოეული ჩვენთაგანი, თითოეული ქრისტიანი, განსაკუთრებულად ქრისტიანი. აქ ამ შემთხვევაში მე ხალხს უსვა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც უკვე ეკლესიურ წიაღში არიან, ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ბეჭდით არიან დაბეჭდილნი, ქრისტიანებად იწოდებიან, განსაკუთრებით აქტუალურია ეს სწორედ ეკლესიური გარემოში მცხოვრებ ადამიანებზე, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ამაზე ყურადღებას და ვფიქრობ, რომ აუცილებელია რომ აი ამ კონტექსტში გავიაზროთ ჩვენ სწორედ რომ აი სამწუხარო ძალიან ბევრია ესეთი ქრისტიანი რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმით კმაყოფილდება რომ ეკლესიაში დადის მას ეკლესიური ქვია ყავს მოძღვარი შიგადაში გეზიარება ასე თუ ისე ასარებას ამბობს ანუ აი როგორც ძველი ათქმის ფარისევლები იყვნენ ხო გარეგნულად თითქოს მას ყველაფერი წესრიგში აქვს ყველაფერი დაალაგებული აქვს რასაც უნდა აკეთებდეს, რასაც უნდა ასრულებდეს, იმას ყველაფერს ასრულებს. და ადამიანს სამწუხაროდ აქვს ძალიან სუდი თვისება, რომ ძალიან ადვილად შეუძლია რომ მოიტყუოს თავი. და ძალიან მარტივად ახერხებენ ესეთი ადამიანები საკუთარი თავის მოტყუებას, რომ იმის გამო რომ გარეგნულად ყველაფერს აღასრულებენ, თვლიან რომ მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრება, თავი გუჩი აქვს და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ აი ნახეთ სწორედ ესეთი ადამიანები გვანან იმ სულელ ქალწულებს, რომელთაც აქვთ ლამპარნი, ანუ ისინი ცხოვრობენ ეკლესიური ცხოვრებით. აქვთ მიღებული სულიწმენდის ბეჭედი მირონცხებით, მაგრამ არ აკეთებენ არაფერს იმისათვის, რომ მათი საკუთარი საქმე წარმოჩინდეს. ჩვენ ამიგავისმე აი ძალიან მინდა რომ დღესვე მოვასწრო, ალბათ სავარაუდოდ მოვასწრო. შემდეგ ტალანტებზე არის იგავი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამას. და საერთოდ უფლის ყველა სათქმელი ერთი სათქმელისკენ მიდის. და აი ვეცდები რომ აი სინქრონულად შევაჯირო ეს ორი იგავი, რომ ბოლომდე კარგად გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების წესი, როგორი უნდა იყოს და ჩვენი ცხოვრების მიზანი რა უნდა იყოს. ანუ როგორც გითხარით, სულელი ქალწულები არიან ადამიანები და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვა ქრისტიანები უპირველეს ყოვლისა, რომლებიც კმაყოფილდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ჰქვიათ მათ ქრისტიანები, რომ არიან ნათელღებულები და არიან ნომინალურად ეკლესიის წევრები. ანუ ჰქვიათ მხოლოდ მათ ქრისტიანები, მაგრამ შინაგანი ღვაწლი მათ არ გააჩნიათ. აი ხა მე როდესაც ადამიანი მოდის ხოლმე ჩემთან და თქვა რაღაც სურვილი აქვს ეკლესიური ცხოვრების, ყოველთვის უხსნი ხოლმე მას, რომ ეკლესიური ცხოვრება შედგება სამი ნაწილისაგან. ეს არის უპირველეს ყოვლისა მოძღვართან გულწრფელი და მჭიდრო ურთიერთობა, მეორე ეს არის სისტემატიური სიარული წირვა-ლოცვაზე, თავისი ყველა ატრიბუტიკით იქ აღსარება იქნება, ზიარება იქნება, ასე შემდეგ, რაღაც აიდუმლოებებზე დასწრება. და მესამე, ეს არის პირადი ღვაწლი და ყოველთვის ეუბნები ხოლმე, პირადი ღვაწლი რა არის? ლოცვა და მარხვა უპირველეს ყოვლისა, წმინდა წერილის კითხვა, წმინდა მამების გაცნობა, ასე შემდეგ. თავისად ლოცვა და მარხვა. და ყოველთვის ეუბნები ხოლმე, თუ კი არ გქონდა შენი პირადი ღვაწლი, ან ეს მესამე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გადამწყვეტია შენი სულის ხონების საკითხში. შენ თუ არ იღვაწე, შენ თუ არ გაიაზრე, რომ შენი წილის საკეთებელი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავზე და იმას ვერავინ ვერ გაგიკეთებს დედამიწის რუგზე. აი ეს თუ არ გაიაზრე კარგად ბოლომდე
და თუ არ აიღე შენი წილი თვირთი, შენი წილი ჯვარი და აკეთე ისე შენი საკეთებელია, ხო? ვერ გადარჩები. ანუ ის პირველი ორი რაც თქვიო, ის მოძღვართან ურთიერთობა, მისი საუბრების მოსმენა და არიგებების და იგივე ვთქვა სისტემატიური სიარული ეკლესიაში, რომ ვთქვა ესტრები, ქადაგებებს ისმენ, მსახურებას ისმენ, ვთქვა პერიოდულად ვთქვა ეზიარები, ავა თუ კარგად ხო რაღაც აღსარებას ამო, ეს ყველაფერი ჩაგივლის გვერდზე. და შენი არ გახდება, ვერ გახდება. თუ კი შენ აი ესე იყავი განწყობილი და რა არის იმისათვის საჭირო რომ შენი გახდეს? ამისათვის არის საჭირო კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩემს უფასებო შენი პირადი სულიერი ღვაწლი. თუ არ იღვაწე, ისე შენი არ გახდება ის არასოდეს. აი მე მომიყოლია თქვენთვის რომ პირველ პერიოდში, როდესაც ეკლესიაში ახალი მოსული ვიყავი სემინარიაში სწავლობ, ძალიან ბევრს კითხულობდი და ყველა ადამიანთან სულ მქონდა მოთხოვნილება, ვისაც ვნახულობდი ხო ნაცნობებთან, რომ მესაუბრა, მომეყოლა მათთვის გამეზიარებინა ეს ჩემი რაღაცეები, რაც მიიწენი, რაც მიხაროდა, რომ კითხულობდი რაღაც ახალი ინფორმაცია შემოდიოდა ჩემში, უფალთან დაკავშირებით, რწმენასთან დაკავშირებით და ვიყავი ბედნიერი და მიხარობდა და მინდოდა რომ გადამეცა. რა თქმა უნდა, აქ არც ამ პარტაუნების უკმარისობა იყო, იმიტომ რომ რაღაც მინდოდა რომ ჩემი ცოდნის დემონსტრირება მომიხდინა იმ ხალხთან, მაგრამ სიკეთეს მომოძრავებდა რა, ანუ მინდოდა რომ თქვა რაღაც მომეყვანა, როგორღაც ეს ადამიანები ეკლესიამდე თქვა რაღაცა მუხტი გადამეცა მათ. ვერაფერი. და ვიყავი გაოცებული. ვერ დავძარი ვერც ერთი ადამიანი. და ძალიან მიკვირდა რომ მეთქი რატომ? აი რატომ ვერ ვახერხებ მე ამას? და გავიდა წლები, სანამ მე ამას მივხვდებოდი და მადლობა მერც რომ მივხვდი, იმიტომ რომ მე ამისთვის დამჭირდა რაღაც გარკვეული შინაგანი სულიერი გამოცდილება, რომ მოსულიყო ჩემში, რომ დაგროვილიყო და მე მივხვდი და გავიაზრე რომ ვერასოდეს ვერ მიიტან შენ ადამიანის გულამდე იმას, რაც შენ თვითონ არ გიგზნია ჯერ. ვერასოდეს ვერ გააგებინებ ადამიანს როგორი გემოსია ვაშლი, თუ შენ არ გიჭამია. აი რაც არ უნდა წაკითხული გქონდეს, რაც არ უნდა მოსმენილი გქონდეს სხვებისაგან, ხო? ვერასოდეს ვერავის ვერ გააგებინებ ამას. მაგრამ შენ თუ გიჭამია, შენ თუ იმის გემოიცი, შენ თუ გაგისინჯი, ანუ შენი თუა უკვე ის შენი გამოცდილება თუა. თუ ის შენი შინაგანიდან მოდის უკვე რასაც შენ საუბრობ, ხო? აუცილებლად შეძლებ რომ მიიტანო მსმენელის გულამდე და აუცილებლად აი ძალმუსილი იქნება შენი სიტყვა. გახსოვთ, როდესაც უფალი ქადაგებს შესაკრებელში, ჩვენ ეს პასაჟი გავიარეთ თავის დროზე. წინათავებში უკვირდათო რომ მისი სიტყვაო იყო განსხვავებულიო, რომ საუბრობდაო როგორც ხელმწიფების მქონეო. ანუ სხვებიც ლაპარაკობდნენ, ხა ფარისევლებმაც კარგად იცოდნენ ჯულის მოძღვრებმა კარგად იცოდნენ ჯული, განმარტებებიც იცოდნენ, საუბრობდნენ, მაგრამ მათი სიტყვა გულამდე ვერ მიდიოდა. მათ სიტყვას ძალა არ მოხვებოდა. და აი უფლის სიტყვას ძალა მოხვებოდა თან. ხედავთ, აი ძალიან დიდი განსხვავებაა რა და. ამიტომ აი ამ შემთხვევაშიც მეც აი მიკვირდა ხოლმე სულ და მე გავიდა დრო და უკვე აი რაც ჩემად იცა და თქვენ იცით რომ აი მე განგებ მithქვავს მე თქვენთვის რომ განგებ არ ვკითხულობ არასოდეს წინასწარ არც განმარტებებს სახარებასაც კი არ ვკითხულობ წინასწარ რაზე უნდა ვისაუბრო რომ აი მინდა რომ განა იმიტომ რომ არ შემიძლია დროც მაქვს მაგისთვის გამოვნახავ როგორმე 9 საათი იქნება თუ 1 საათი რომ დავждე და თქვა რაღაცას გადავხედო და წავიკითხო თქვა იქ ივანე ქოპერის განმარტებას გადავხედო იმას რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ განგებ არ ვაკეთებ იცით ამას და რატო იცით რომ მე მინდა რომ აი რომ მოვალ უბრალოდ აი ჩემში რაც არის შიგნით რაც არის აი რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა რაც ჩემად იქცა თქვა იქ მოვისმინე განმარტებები ქადაგებები ჩემი ცხოვრებით გამიცადე რაღაცები და აი ამ ყველაფრიდან რაც ჩემში დაილექა რაც ჩემი გამოსილება გახდა რომ აი ის მინდა ხოლმე რომ მე როგორ გაგიზიარო და ის მინდა რომ გადმოგცეთ რა და ვიცი რომ სწორედ ამას ექნება მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა შედეგი თუ კი ექნება ისიც რა თქმა უნდა იმიტომ რომ შედეგისათვის აუცილებელი არ არის ასაკმარისი არ არის მხოლოდ ჩემი მომართულობა და მხოლოდ ჩემი ვთქვათ რაღაცა ჩემი მხრიდან აი ეს განწყობა რომ ვთქვათ რაღაცა გაგაგებინო თქვენ არამედ აუცილებელი არის თქვენი გულის კარებიც იყოს ღია იმიტომ რომ ეხლა შედარებას მოგიყვანთ და უცებ მიხვდებით რომ ეხლა მე ვინა ვარ უფალი განხორციელებული ხორჩესხმული ძე ღვთისა სიტყვა უფლისა დადიოდა ამ ქვეყანაზე
და ვერ ახერხებდა ყველას მონადირებას. თქვენ კარგად იცით ხო? და დიდმა ნაწილმა ადამიანებისამ იგი ჯვარზე გააკრეს, როგორც ავაზაკი, ასე რომ ესეც კი პირობითია, მაგრამ თუ კი გინდა რომ შენმა სიტყვა მიმოქმედოს, აი იმ ადამიანზე სწორედ რომელსაც გული გახსნილია ღვთის სიტყვის მისაღებად, აუცილებლად ესე უნდა მოიმართო და აუცილებლად შენი უნდა უთხრა, მხოლოდ და შენში რაც არის დალექილი, მხოლოდ და მხოლოდ ის უნდა გადასცე. ანუ ეს მოვაყოლე ახლა რას რომ ადამიანთა ტიპაჟები ორი კატეგორია განვიხილე, ხო? ანუ ბრძენები და სულელები. ანუ სულელები კიდევ ერთხელ გეტყვით, უფლის მიერ სულელებად იწოდებიან ის ქრისტიანები, რომლებიც კმაყოფილდებიან მხოლოდ და მხოლოდ იმით, რაც ღვთისგან მიეცათ. რომ ადამიანები აქვთ მათ რაღაცა გარკვეული ნიჭები მინიჭებული, არიან ეკლესიის წევრები, არიან მონათლულები და დამთავრდა. ანუ მათი საკეთებელი და მათი ღვაწლი გონიათ ამით მთავრდება რა. ესე არ არის, ჩემო ძვირფასი. ეხლა ვინ არიან ჭკვიანები? ჭკვიანები არიან ის ადამიანებია, რომლებმაც მოიმარაგესო ზეთიო თავიანთ ლამპრებშიო. ვიღაცას რაღაცა მუსიკები აქვს ჩართული და ყურშიათ, მე მგონი გარჭობილი და ისმენს რა და ძალიან თხოვრო გამორთოს რა ხელს მიშლის რა. და მუსიკების მოსასმენა თუ არის მოსული გავიდეს გარეთ. არ მინდა ეხლა განგებ მიბრუნდე რა. მე მგონი არ ესმის, იმდენად ხმამაღლა აქვს ჩართული. გარედან არ არის, შიგნით არის. ხო, ვინ არიან ახლა ბრძენი ქალწულები? ბრძენი ქალწულები არიან ის ადამიანები, რომლებსაც მომარაგებული აქვს ზეთი. რა არის ზეთი? უფალი ამბობს ესეც იტყვებს, რომ რწმენა საქმის გარეშე მკვდარია. ანუ ის რაც გითხარით, თუ კი შენი რწმენა არ გაცოცხლდა, თუ კი შენმა რწმენამ არ შეისხა ხორცი, ისე წასულია შენი საქმე. არაფერი არ გეშველება. ზეთი, რომელიც მომარაგებული აქვს ადამიანს, არის სწორედ მისი პირადი ღვაწლით შემოძვიფასე. აი ამიტომ გავაკეთე ის გადახვევა. ანუ შეუძლებელია შენ თუ არ განეწყვე იმისათვის, რომ პასიური მდგომარეობი და პასიური მოქცევით ვერ გადარჩები, ისე რის იმედი გაქვს, რისთვის მოდიხარ? ეკლესიაში რისთვის დადიხარ? უფალი პირდაპირ ამბობს, რომ ვისაც უნდაო, რომ ჩემთან მოვიდესო, თავისი წილი ჯვარი ითვითოს და ისე მოვიდეს ჩემთან უნდა. თუ მეო მდევნესო, თქვენც აუცილებლად იქნებითო დევნილებიო, ამბობს უფალი. და თქვენს განეწყვეთო ამისთვისო. აი, როდესაც ადამიანი განეწყობა, როდესაც ადამიანი გაიაზრებს, რომ უფალი კი ეცვა მისთვის ჯვარს, მაგრამ მან თავისი წილი თვითი უნდა ითვირთოს. თავისი წილი სიკეთე უნდა გააკეთოს. აი, ილიას სიტყვები მომიყვანია ხოლმე თქვენთვის მაგალითად ილია ჭავჭავაძის წმინდა ელია მართლის რომ ამბობს ესეთ რამეს, რომ როდესაც ადამიანიო ბოროტებას არ აკეთებსო, ცუცას ჩადისო, ამითი ტრაბახიო არასწორიაო. იმიტომ რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სათნოების მინიმუმიაო. ეს არის სათნოების ნულოვანი მდგომარეობა. ანუ ეს არის ის, როგორიც შექმნა შენ უფალმა. მაგრამ ესეთი კი შექმნა, მაგრამ ესეთი რომ დარჩე, იმიტომ კი არ შექმნა. შენ რო გაიზარდო, განვითარდე და ღმერთს მიემსგავსო, შენ შემოქმნეს, აი ამისთვის დაიბადე და ამისთვის მოვივლინე ამ ქვეყანაზე. ამიტომ ამბობს წმინდა ელია მართალი, რომ სათნოების მინიმუმია მხოლოდ ის, როდესაც ადამიანი არ ჩადის ბოროტებას, არ ჩადის სოდას. ამიტომაც მე შემდეგ ლექსშიც აქვს ეს გამოხატული, ყოველდღე შენ თავს კითხევ, არა ისო, რომ ვის რა არ დაუშავე, არამედ ვის რა ვარგეო. რო არ დაუშავე, ამაში სატრაბახო არაფერი არ არის. აი თუ კი არ გე, ამით უკვე შეიძლება გამართულდე ღვთის წინაშე რა, იმიტომ რომ ამითი მიემსგავსები შენ შემოქმნეს. ანუ ბრძენი ქალწულნი, კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, არიან ის ადამიანები, რომლებიც სწორად იაზრებენ თავიანთ ფუნქციას ამ ქვეყანაზე, თავიანთ საკეთებელს, რომ ხვდებიან, რომ ეს ლამპარი კი მიეცათ, მაგრამ ამ ლამპარში ზეთი გამოულეველი არ არის. ანუ საწყისი მადლი მისცა მათ უფალმა, სიცოცხლე მისცა მათ უფალმა. მაგრამ მე უთხრა, რომ ეხა შენ იღვაწე, შენ იმუშავე, მე მოგეცი შენ რაღაცა, რაც შენ გარკვეული დროის განმავლობაში გეყოფა, სანამ შენ დაიხოკები.
სანამ შენ თვითონ ისწავლე აი ამ ყველაფრის გეკეთებას და შეძენას, აი როგორც ოჯახებში ხდება ხოლმე, ხო თქვა ეხლა მშობელი შვილს ზრდის. სანამ შვილი პატარაა, ჯერ ჩვილია, პატარა, ჭაბუკია, იზრდება, სწავლობს, მანამდე მშობელი იღებს თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერს, ხო? მშობელი დებს ინვესტიციას, ასე თქვა, ახარჯავს თანხებს, ზრუნავს, აჭამოს, ასვას, ჩააცვას, დაახუროს, ისწავლოს, ხო, ანუ ამაზე ყველაფერზე ზრუნავს მშობელი. მაგრამ მე რაღაცა დგება ეტაპი, როდესაც იმ შვილმა უკვე ცალკე დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა დაიწყოს და თვითონ უნდა შეძლოს უკვე თავის რჩენაც და შემდეგ უკვე ოჯახის შექმნა და იმ ოჯახის რჩენაც. და შემდეგ უკვე თავის შვილებს უნდა ასწავლოს, როგორ უნდა იცხოვრონ უკვე დამოუკიდებლად, ხომ ასე? ესე იქცევა უფალიც, ანუ თავიდან გაძლევ შენ ზეთით სავსე ლამპარს, ეს არის შენის სულის ჭურჭელი, ეს არის შენი სხეული, ეს არის შენი ნიჭები, უნარები, რაც ღმერთმა მოგანიჭა, სიცოცხლე, რომელიც ღმერთმა გააჩუქა თავიდან ბოლომდე. და ის შესაძლებლობები, რაც შენში ჩადო. და შემდეგ ეუბნება, რომ აწი შენიცი, რომ გამოგელევა, უკვე შენ თვითონ უნდა შეავსო მერე ეს ლამპარი. შენი შრომით, შენი ღვაწლით, შენ პასიური მდგომარეობით მარტო იმით, რომ შენ ღვთის ხატად და მსგავსად ხარ გაჩენილი, ვერ გადარჩები, ანუ ამას გვეუბნება უფალი ჩვენ. მოდი ვნახოთ ეხლა რა ბედი ეწევა ერთს და მეორესაც. დაყოვნებას ამას სიძისასა მიერულა ყოველთა და დაიძინეს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. უყურეთ, სიძეს ელოდებიან, მაგრამ სიძე აყოვნებს. ანუ რას ნიშნავს აყოვნებს, რომ იმ დროს არ მოვიდა მაინცსა და მაინც როცა ელოდებოდნენ, ხო, ანუ რაღაცა გაგრძელდა ეს მოლოდინის პერიოდი. მიერულა ყოველთა და დაიძინეს. უყურეთ რა ხდება. ჩვენ მეორე მოსვლასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და იქ კაფიოდ გავუსვით ხაზი იმას, რომ თვითოული ქრისტიანისათვის მისი პირადი მეორე მოსვლა დგება იმ დროს და სამჟავრო დგება იმ დროს, როდესაც მისი ამქვეყნიური დროში განცობილი ცხოვრება სრულდება და გარდაიცვლება მარადისობაში. სიძეს ელოდებიანო ესენიო, მაგრამ სიძე აგვიანებს, ანუ პირველი საუკუნიდან მოყოლებული, მე თქვენ გითხარით წინა საუბრებზეც, რომ მუდმივად იყო მოლოდინი ქრისტეს მეორედ მოსვლისა. პირველივე საუკუნეში მოციქულთა დროსვე იყო, იცით, მოლოდინი მეორედ მოსვლისა. იმიტომ რომ უფალმა ხო აღუთქვა, რომ მე დავბრუნდები, ანგელოზი მაუთრეს, როგორც აღმავალი ნახეთ, ჩამოსულსაც ნახავ და იმდენად ეჩქარებოდა თან. რომ პირველივე საუკუნეში ელოდებოდნენ, რომ მალევე დაბრუნდება. და ეს მოლოდინი აგერ უკვე 20 საუკუნეზე მეტია გრძელდება. გრძელდება, ხო? ეხლა უყურეთ რა ხდება. აი ამაზე ამბობს ზუსტად სახარება, ამას საუბრობს უფალი, რომ ამ ლოდინშიო მიერულათო და დაიძინესო. გარდაცვალება იგულისხმება ჩემს უფასება. ანუ ყველა ადამიანი თითოეული ჩვენთაგანი გარდაიცვლება. ისიც გარდაიცვლება, ვისაც ცარიელი ლამპარი დარჩა და ისიც გარდაიცვლება, ვისაც მომარაგებული აქვს ლამპარში ზეთი. სათადარიგო ჭურჭელი, ხო? ანუ აქ აშკარად წერია, რომ ყოველთა მიერულა და დაიძინეს, ანუ ყველა ადამიანი გარდაიცვლება. აი ამ ძილს, აი ამ რაღაცა დროებით ძილს, ვიდრე უფლის მეორე დაბრუნებამდე, სანამ ანგელოზის საყვირის ხმაზე ჩვენ წინაზე წავიკითხეთ, აღდგებიან ყველანი, ხო, ყველა მკვდარნი. მანამდე ყველა ზინავს. და შემდეგ ყველა აღდგება. ამის მოწმე გავხდები ჩვენ ანდრე იქნება თუ გვიან. ხოლო შუა ღამესა ოდენ ღაღადება იყო ვითარნეთ, აჰა ესე რა სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. ნახეთ მიაქციეთ ყურადღება შუა ღამისას მოდის უფალი. რისი ალეგორიაა შუა ღამე? ყველაზე დიდი მოულოდნელობის. ჩემო კაცო. ანუ იმ დროს როცა ყველაზე მეტად არ ელი. ეხლა სიძე როდის მოდის, ხო? როცა დღეა, რომ იქ ხორცელი გაიმართოს და ასე შემდეგ. ეხლა შუა ღამე სიძის მოსვლა ვის გაუგია? ანუ უფალი ამბობს წინაზეც გვეუბნეო და წინა თავში, რომ ხიზლად იყავით ყოველთვის, რომ არ იცით როდის მოვალ.
რო იცოდესო კაცმო სახლის პატრონმაო რო როდის მოდისო ქურდიო მისი სახლის გასაძარცვათო იფხიზლებდაო და არ მისცემდაო მას საშუალებას რომ მისი სახლი გაძარცვოსო მაგრამ რო არ იცისო ამიტომ მუდმივად ფხიზლად უნდა იყოსო და იღვიძებდით და ყურადღებით იყავით არა იცითო ჟამიო და დრო ოდეს იგი ძეკაცისა მოვიდეს როდის დაბრუნდება უფალი ნახეთ შუა ღამესა ოდე ყველაზე მოულოდნელ დროს როდესაც ადამიანი ყველაზე მეტად აღარეულდება და ჩვენ ამასთან დაკავშირებით წინაზე ვსვავ ვისაუბრეთ რომ ნოეს პერიოდს ადარებს უფალი მეორე მოსვლის წინა პერიოდს რომ აი როგორც ნოეს პერიოდში როგორც სოდომის და გომორის პერიოდში არავინ არ ელოდებოდა და ის ცხოვრების წესი ის უზნეო და გადაგვარებული ცხოვრების წესი იმდენად გამჯდარი იყო თითოეულ ადამიანში იმ საზოგადოებაში რომ მათთვის ეს ჩვეულებრივი რამე ითვლებოდა და ვერავის ვერ წარმოედგინა თუ შეიძლებოდა ეს ყველაფერი შეცვლილიყო და რაღაცა მიუღებელი ყოფილიყო ვინმესთვის იმდენად უკვე გაუბრალოებულებული იყო ხო რომ ვერავინ ვერ წარმოიდგინა და დასინოდნენ ნოეს რომელიც ხმელეთზე მთის წვერზე აშენებდა გემს გიჟად მიაჩნდა ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ წინაზე და ნახეთ და ისიც გითხარით მე რომ ძალიან საშიშია მეთქი ეს სიტყვები მეთქი იმიტომ რომ უფლის მეორედ მოსვლას ამას ადარებს უფალი რომ აი ესეთი გაუყურმართებული ესეთი გახცნილი იქნება საზოგადოება ოღონდ ეს გახცნილება და ეს გაუყურმართება იქნება ცხოვრების წესი ხალხური თქვენ აკვირდებით ეხლა ნელ-ნელა როგორ იცვლება ცივილიზებულ სამყაროში ღირებულებები აღარ მინდა ეხლა მე ამ თემაზე გავაგზავნო, იმიტომ რომ სხვაგან გადაუხევ და ძალიან შორს დავარ. და ბევრჯერ ვისაუბრე. მაგრამ თქვენ თვითონ აკვირდებით ხო ამას ყველაფერს? როგორ გვატყუებენ და როგორ გვაჯერებენ გეგმაზომიერად, რომ ისაც არის თეთრი, არის შავი. ეს გეჩვენებოდა შენ აქამდე რომ ხა ეს თეთრი იყო. თეთრი კი არა, შავი ეს სინამდვილეში და დააგემტკიცებენ რა დემაგოგიურად. და მე თქვენთვის მომიყვანია მაგალითი შეგახსენეთ უბრალოდ, როდესაც რამხელა ზეგავლენა აქვს საზოგადოების აზრს. იაპონელებმა მრავალი წლის წინ ჩაატარეს ესეთი ცდა. დასვეს 4 ადამიანი და აყურებინებენ სამკუთხედს. და ეკითხებიან ჯერ ეს რა ფერიაო სამკუთხედი რას უყურებო თეთრიო ეუნება. ეხლა მეორეს კითხეს რა რა ფერიაო სამკუთხედიო თეთრიო იმანას თქვა მესამეს კითხეს რა ფერიაო თეთრიო ეხლა მეოთხეს ეკითხებენ რა ფერიაო სამკუთხედიო ეს ხედავს თუ შავია თეთრიო ამანაც უთხრა და აღმოჩნდა მე რომ თუნდაც პირამიდას აყურებინებდა და ყოველი ადამიანის მხრიდან ჩანდა მხოლოდ ის გვერდი ის ტახნაგი რომელსაც ის უყურებდა და ეგ უნდა თქო ყველა ერთი და იგივე სამკუთხედს უყურებდა რა და ამ პირამიდას სამი გვერდი ქონდა თეთრი და ერთი გვერდი ქონდა შავი და წარმოიდგინეთ კაცი თავის თვალს არ ენდო და რა კი იმ სამმა თქვა რომ ეს თეთრიაო ჩათვალა რომ თვითონ ეჩვენებოდა რომ ის შავი კი არ იყო თეთრი იყო და თქვა თეთრია აი წარმოიდგინეთ რა რამდენად საშიშია ეს ყველაფერი ხალხო და ეს ეშმაკმა არ იცის ეს მაგის მოფიქრებულია ხალხის მასებზე როგორ უნდა მოახდინოს ზეგავლენა როგორ უნდა მიაღებინოს უზნეობა ზნეობად როგორ უნდა დაარქვას თეთრ შავი შავს თეთრი როგორ უნდა გადააფასოს ყველაფერი იცის გადასარევად აი ამ ყველაფრის ვირტუოზია ეშმაკი ამიტომაც ამბობს უფალი რომ ის დღეები რჩეულთა სიყვარულის გამო რომ არ შემოკლebulიყო თვისაგან ვერც ერთი ადამიანი ვეღარ გადარჩებოდა ის რჩეულებიც კი დაიწუნებოდნენ და დავლობდებოდნენ ადრე თუ გვიან ძალიან საშიშია ეს ხალხი ძალიან საშიში ანუ ყველა იძინებს ყველა გარდაიცვლება ყველა არის აი ამ მოლოდინში რომ ხვალზე რა მოხდება და მე გითხარით თქვენ რომ აი როგორც გარდაიცვლები ამ შემთხვევაში როგორც უწერია უფალს დაიძინებ ხო აი რომ გაიღვიძებ ისეთი შეხვდები შემდეგ უფალს ცარიელი ჭურჭელი დაიძინე გაიღვიძებ და გექნება ცარიელი ჭურჭელი სავსე ჭურჭელი დაიძინე გაიღვიძებ და გექნება სავსე ჭურჭელი და კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს რა არის სიცარიელი და რა არის სისავსე სიცარიელი არის როდესაც შენ აი სიცარიელი სიტყვა ძალიან კარგად გამოხატავს ცარიელი ხარ ღვთის მადლისა და
აი მადლი არაფერი დაგიგროვებია ამ ქვეყანაზე. ზეთი არა გაქვს. რო ჩაასხა იმ შენს ლამპარში და ანათოს იმ შენმა ლამპარმა. ხოლოდან ხოლოდ იმის იმედზე იყავი, რომ ყველა ტაშს გიკრავდა, ყველა გეფერებოდა, რა კაი ბიჭი ხარ, რა კაი გოგო ხარ, დედა რა საყვარელი ხარ, ისეთი ხარ, ასეთი ხარ, შენს დაიჯერე რომ ესეთი იყავი, არაფერი გაგიკეთები, არაფერი გიღვაწია და ვერ გამართლდები, იმიტომ რომ ნოლი ხარ. ეს უკეთეს შემთხვევაში თუ მინუსებში არ ხარ დასული. აი თუ მხოლოდ იმ რაღაცა მინიმუმზე გაჩერდი ასე ვთქვათ რა. და სუთუად მოიქნე და გატეხე ის ლამპარი და გააფუჭე. ხო და გამართლდები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ კი შენ ცდილობ რომ რაღაცა შენი შექმნა და აი მეორე იგავში გავამახვილებ ამაზე განსაკუთრებით მე კიდე ყურადღებას, რომ ანუ განგებ რაღაც იმაშვები, რომ იქითაც დაუკავშირო მე. მოვიდა შუაღამისა სიძე, ანუ იმ დროს, როდესაც უკვე არავინ აღარ ელოდა და როდესაც უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული იყო და როდესაც უკვე საერთოდ სისულელე ითვლებოდა ვინ სიძე, რა სიძე, არავის აღარ ახსოვდა რა. მოვიდა და დიდი ღაღადება იყო და ეს ღაღადება სწორედ იმ ანგელოზთა ხმა არის, რომელიც უფალს თან ახლდებიან მისი დიდები დაბრუნების ჟამს. გამოვედით მიგებებად მისსაო. ეს ბრძანებაა. ეს გინდა არ გინდა ამას ყველა შეასრულებს. ცოცხალიც და გარდაცვლილიც. აბსოლუტურად ყველა გარდაცვლილი, ვისაც კი დედამიწის ზურგზე ოდესმე უცხოურია, აბსოლუტურად ყველა აღდგება, აბსოლუტურად ყველა გაცოცხლდება და ყველანი შეიგებებიან მათთვის ჯვარცმულ უფალს, რომელიც დიდები დაბრუნდება სამყაროს დასაჯელად. და შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს თითოეული მათგანი. მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი მათნი. ანუ კიდევ ერთხელ გავიაზროთ. 10 ქალწული ზოგადად სიმბოლოა მთელი კაცობრიობისა, ხო? ანუ ყველანი აღდგენ, მაგრამ ნუ მე განგებ გავამახვილებ ყურადღება ქრისტიანებზე და მათ შორის ეკლესიურ ქრისტიანებზე, იმიტომ რომ ჩვენ პირადად ჩვენს თავზე უნდა მივიღოთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენგან დაიწყება დანარჩენი კაცობრიობის განჭა. ვისაც მეტი მიეცა, იმას მეტიც მოეთხოვება. ანუ ყველანი აღდგენო და გამოვიდესო მის მისაგებებად და აღიგნეს ლამპარნი მათი. უყურეთ, ყველა მაშინა თავიანთ ლამპარს დაწყდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ლამპარი ყოფილა სწორედ გადამწყვეტი რა ამ საკითხში რა. ყველა მხელი მოკიდაო თავის ლამპარს, ანუ აი ესე კარგად ითქმის რა უბრალოდ რა, აი რა ბაგაჟი ტყდები უფალს რა. უცხო სიტყვაა ეხლა ბუდის გიხდით ეხლა რა. აი რა გაგ დაგროვილი, რა საუნჯი გაგ, რითი ხვდები შენ უფალს? მოკიდეს ამ ლამპრებს ხელი. ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ. ხედავთ ეხლა გამოფხიზლდნენ ეს სულელები რა. აქამდე მშვიდად იყვნენ. აქამდე არ უნერვიულიათ. აქამდე არ უკითხავთ იმ ბრძენი ქალწულებისთვის რომ სად შეიძლება ჩვენ ეს ვიშოვოთ. ეს ზეთი რო თქვათ ხვალგაზე ეს ლამპარი არ დაიშრიდოს ჩვენი რა და გამოგვადგეს მერე. მოდი კიდე ერთი მნიშვნელოვანი მინიშნებაც გავაკეთოთ. ის ლამპარი ამ ცხოვრებისეული ეს ჩვენი ხორცელი სიცოცხლე არის. გესმით? და ის ზეთი, რომელიც უნდა მოიპოვო შენ და მოიმარაგო ამ ცხოვრებაში სწორედ არის მომავალი საუკუნო სიცოცხლისთვის აუცილებელი. გესმით? ანუ ის რაც ღვთისაგან მოგეცა შენი ზეთი ის ამ ცხოვრებაში გეყოფა, ამ ცხოვრებაში გაცოცხლებს. მაგრამ აი საუკუნო სიცოცხლისთვის რაც გჭირდება, ის უნდა მოიმარაგოს სწორედ აქ. რომ ის გამოგადგეს, მე ანუ როგორც უფალი სხვაგან ამბობს, იგაურად ნუიუნჯებთ საუნჯესაო ისეთ ადგილზეო, სადაც ჩრჩილი შეგიჭამსო, თაგვი შეგიჭამს და დააღრღნისო, ქურდი მოვა და მოგპარასო, არამეთო მარადიული საუნჯე დაიუნჯეთო იქ სადაც ვერავინ და ვერაფერი ვერ მოგტაცებ და ვერ მოგპარავდო, ხო? ანუ აი ამაზე აქვს საუბარი, რომ გააქვს კი შენ დაგროვილი მადლი ამ ქვეყანაზე ისეთი, რაც საუკუნო სიცოცხლისთვის გაგინათებს გზას, როგორც ლამპარი. და არ შეწუხებულან ეს ქალწულები მანამ, სანამ ამ ქვეყანაზე ხორციელად ცხოვრობდნენ.
იმიტომ რომ კმაყოფილდებოდნენ იმით, რომ ცოცხლები არიან, კარგად არიან, ჭამენ, სვავენ, ჯანმრთელად არიან. და ალბათ უმრავლეს მათგანს არც კი ქონდა წარმოდგენა იმაზე, რომ გარდაცვალების შემდეგ კიდევ გრძელდება სიცოცხლე, რადგან სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი სიცოცხლე. ამიტომ აი ესე დღეში არიან. ეხლა გამოფხიზლდნენ, ანუ რას ნიშნავს გამოფხიზლა? ხო ყველა აღგება. და ზამდენი ადამიანია ისეთი გარდაცვლილი, ვისაც საერთოდ წმენა არ ქონდა, ხომ ასეა? ვინც ათეისტი იყო, ვინც ღმერთს ებრძოდა, ვინც ხორციელი იყო, უბრალოდ და ამ ხორცის იქით ვერაფერს ვერ ხედავდა. არც კი აღიარებდა, რომ ღმერთი შეიძლება არსებობდეს. და ესენი ხო ყველანი დადგებიან მერე ამ ფაქტის წინაშე ხალხი. ჯერ ერთი გარდაცვალების ჟამს დგება ყოველი ადამიანი, მაგრამ აი მეორედ მოსვლის დროს ხო ეს ყველაფერი ყველასათვის თვალსაჩინო იქნება. და აი მერე უკვე გვიანია, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, აი მთავარი საქმეები აქ. უყურეთ რატოა გვიანი. შეხედეთ რა ხდება. სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ, მეცით ჩვენ ზეთისაგან თქვენისა, რამე თუ ლამპარნი ჩვენი დაშრტებია. თქვენი ზეთი გაგვინაწილე თუ ჩვენцо, ეს სულელები ბრძენებს ეუბნებიან, იმიტომ რომ ჩვენი ლამპრებიო ქრებაო. ეხლა ნახეთ რა უცნაური რამე ხდება. არ აძლევენ ესენი. და რატო არ აძლევენ? უყურეთ მიაქციეთ ყურადღება. მიუგეს ბრძენთა მათ და რქვეს განა იმიტომ რომ თქვათ ზუმწები არიან და არ ემეტება. არა. უყურეთ და მე ამას გაგიმარტავთ ეხლა. მიუგეს ბრძენთა მათ და რქვეს ნუ უკვე ვერ კმაგვეყოს ჩვენ და თქვენ. არამედ უფრო ისღა წარვოდით სავაჭროდ და იყიდეთ თავისად ქვეყნის. ჩვენ და თქვენო არ გვეყოფაო. ანუ ჩვენი ზეთი არ არის იმდენი, რომ ჩვენს გვეყოს და თქვენს გეყოთ. არამედ წადითო და იყიდეთო. ანუ იღვაწეთ და იშრომეთ და თქვენ თვითონ მოიპოვეთ თქვენი წილი. უყურეთ რატო ეს მნიშვნელოვანი ხალხი. ვერავინ ვერ დაგეხმარება ღვთის წინაშე. შენი საკუთარი თავის გარდა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის რაც შენი მოსაპოვებელია, შენ უნდა მოიპოვო. წარმოუდგენელია, რომ ვიღაცის სიკეთით შენ გადარჩე. ვიღაცის ზეთი შენ ვერ გიშვერის, იმიტომ რომ ის მისი წილი ღვაწლია. ის მისი წილი მოპოვებული ზეთია, მისი წილი მოპოვებული საუნჯეა, რომელიც მას შეეწევა და მას გამოადგება ღვთის წინაშე, მხოლოდ და მხოლოდ. და ვერანაირად ვერ დაგეხმარება ის შენ. ამიტომ ნუ რასოდეს, ნუ რავის იმედზე ნუ იქნებით. თქვენ თვითონ უნდა მოიპოვოთ თქვენი წილის სასუფეველი ძალიან დიდი შრომისა და გარჯის ფასად. ჩვენ ეს არაერთხელ გვითხოვს და კიდევ არაერთხელ ვიტყვით. დავითარცა წარვიდეს იგინის ყიდა, წავიდნენ. მაგრამ რაღაც იყიდიათ, ვეღარ იყიდიათ, იმიტომ რომ დასრულდა უკვე ასპარეზი ამ ცხოვრებაში რაიმეს მოპოვებისა. მოვიდა სიძე იგი და გამზადებულნი იგი შევიდეს სიძისათანა ქორწილსა მას და დაეხშა კარი. ხედავთ? მოვიდა სიძე და ვინც გამზადებულნი იყვნენო, ანუ ვისაც ქონდათ იმ საუკუნო სიცოცხლისთვის საჭირო მადლი მოგროვილი, ისინი შევიდნენ ქორწილშიო უფალთან ერთად და კარიც დაეხშაო. აი ეს ყველაზე ცუდი რაღაცაა რა. შემდგომად მათსა მოვიდეს სხვანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს უფალო გამვიღე ჩვენ. მოვიდნენ ის სულელები რა და ისინიც ეხა უკაკუნებენ რომ ჩვენს გავიღეთ, ჩვენ შენიანები ვართ. ხოლო მან მიუგო და თქვა მათ, ამინ გეტყვით თქვენ, არა გიცნით თქვენ. თქვენ არ გიცნობთ უფალეო. თქვენ არ ახართ შენიანები. ხედავთ როგორი მკაცრია უფლის განაჩენი? იცით რატო ხალხო აი ჩვენ არაერთხელ ვიქონს რომ ადამიანი თავისი კარგი ადამიანობით არასოდეს არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა იტრაბახოს, რომ აი კარგი ადამიანი.
შენ ვერასოდეს ვერ იქნები კარგი ადამიანი თუ შენთვის ჯვარცმული ღმერთის წინაშე მადლიერება არ გამოწვევს. რანაირად იქნები კარგი ადამიანი? აი როგორ ახარ, როგორ უნდაც მითხარი ამიხსენი კარგი ადამიანი, თუ შენი გულისათვის ვიღაცა მოკვდა და შენ მის წინაშე მადლიერი არ ხარ. და არაფერს არ აკეთებ ამ მადლიერების ნიშნად. რანაირად ხარ კარგი ადამიანი? ხო და ესეც უფალი ეტყვის, რომ მე შენ არ გიცნობ. არ გიცნობ, იმიტომ რომ მე შენთვის მოვკვდი და მე უმადურები არ მჭირდება. იმისათვის რომ შენ გეცოცხლა, შენ რო საუკუნო სიცოცხლე ქონოდა, შენ რო შენი უტვინობით დაკარგე ის საუკუნო სიცოცხლე, თავის დროზე ისთვისაც მე შექმენი. მე შენი გულისთვის მოვკვდი, საკუთარი სისხლი დავუყარე, საკუთარი ძე გავწირე. მაგალითი დაგიტოვე, როგორ უნდა გეცხოვრა იმისათვის რომ კვლავ სასუფეველი დაგებრუნებინა. შენ ამ ყველაფერს ხაზი გადაუსი, უგულებელ ყავი. შენ მე ცხოვრებაში არ მიცნობდი, არ მაღიარებდი. გეგონა რომ შენით იყავი საკმარისი საკუთარი თავისთვის. ღმერთი არაფერში არ გჭირდებოდა. არ გიცნობ მე შენ ვინ ახარ შენ? შენ უმადური ადამიანი ხარ. და უმადურეს მე არ ცნობ, უმადურეს მე არ ვაღიარებ. მე თქვენ ადრე გითხარით რომ უმადურობა ყველაზე ცუდი თვისებაა ადამიანისა, რომელიც ყველაზე მეტად ზულს ღმერთს. და პირიქით, მადლიერება ყველაზე დიდი თვისება, რომელიც ყველაფერს კარგს აძლევს სტიმულს ადამიანში. მადლიერების გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. იმიტომ რომ ეს მადლიერება აღუძრავს ჩვენ სწორედ კეთილის საკეთებლად. ასე რომ აი ხედავთ როგორი საშინელი რამე ხდება. უფალმა იქიდან გამოზახა რომ თქვენ არ ვიცნობთ ვინ ახართ. თქვენ ჩემ ქორწილში დაპატიჟებული არ ახართ. არადა ეს სწორედ ის ქალწულები იყვნენ, რომლებიც დაპატიჟებული იყვნენ თავის დროზე. სხვა სიტყვებით უფალი ამბობს რომ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეული. და ეხლა სხვა იგავიც მოდი განვიხილოთ, სანამ ჯერჯერობით დრო გვაქვს. იღვიძებდით უკვე, რამე თუ არ აიცით დღე იგი არცსა ჟამი, რომელსა შინა ძე კაცისა მოვიდეს. ანუ ისე ვიმეორებს უფალი ამ სიტყვებს. ყურადღებით იყავით და ფხიზლად იყავითო. იმიტომ რომ არ იცითო, როდის მოვაო თქვენი უფალი. ყოველი დღე ჩვენ ეს ამბობთ გითხოვს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებ, ყოველი დღე ისე უნდა იცხოვროს ადამიანმა, რომ თითქოს ის მისი უკანასკნელი დღეა, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით, როდის დადგება ჩვენი უკანასკნელი დღე. არ ვიცით ეს ხალხო და ჩვენ ხშირად უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს, რომ არ ვიცით. და ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ თითქოს ბოლო დღეა დღეს. ხვალინდელი იქნება არ მეძლევა, აღარ მithemდება. ვიცი, არ ვიცი. ვითარცა იგი რაჟამ სწარვალ კაცი და მოუწეს ის მონათა თვისა და მისის მათ მონაგები თვისი, რომელსამე მისსა 5 ქანქარი და რომელსამე 2 ქანქარი და რომელსამე 1. კაცად სამს გავსა ძალისა თვისისა და მეხსეულად წავიდა. ანუ ეს იგავი ჩვენ ადრეც მოგვისმენია, ოღონდ იმ შემთხვევაში ტალანტებს ამბობდა უფალი იგივე აბსოლუტურად ქანქარი, ტალანტი ფულის ერთეულია რა. ანუ დაუძახაო მონებსო და მონაგებისაგან თვისისა მიაქციეთ ყურადღება, ანუ მათი არ არის ეს უფლისაა. თავის მონაგებს უნაწილებს მათ, აძლევს სესხად. აძლევს საქმისათვის. კი არ ჩუქნის. ვალად აძლევს. ვიღაცასო 5 მისსაო, ვიღაცასო 2 მისსაო, ვიღაცას 1 მისსაო. და მიაქციეთ ყურადღება, კაცად სამს გავსად ძალისაებ თვისისა. ანუ ყოველ ადამიანს ეძლევა იმდენი ღვთისაგან, რამდენიც მას შეუძლია რომ დაიკლოს. აი, გოგინახავთ ადამიანები, რომ ვიღაცა უნიჭოა, ვიღაცა ისე რა ნიჭიერია რაღაცაში, ვიღაცა ძალიან ნიჭიერია და ყველაფრის უნარი და ყველაფრის ნიჭი დააბერტყა ღმერთმა, ხო? ანუ ყველას თავისი საზომისაებრ აძლევს უფალი და შესაბამისად მე თავისი საზომისაებრვე თხოვს უკან. ეხლა მოდი ვნახოთ რა ხდება.
ხოლო წარვიდა, რომელმან იგი 5 ქანქარი მიიღო, აქმნია მასზედა და შეზინა სხვა იღო 5 ტალანტი. ვინც 5 მიიღო, ღვთისაგანო, წავიდაო, აქმნია მასზე და რას ნიშნავს? ანუ ჩადო საქმეში, არ შეეშინდა მას, აი ამ თავის იმის მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგან ქონდა მასის მიცემული, თავის ბატონისაგან დატოვებული, არ შეეშინდა მას ეს სავაჭროზე დადების, ასე ვთქვათ, საქმეში ჩადების, რომ ამოებრუნებინა, ასე ვთქვათ, ეს თანხა და გაეორმაგებინა. და სწორედ ამისთვის მისცა მას უფალმა და იცოდა, რომ ამისთვის მისცა და ამიტომ გააკეთა, ისაც უნდა გაეკეთებინა. ეგრეთვე რომელმან იგი 2 მიიღო, შეზინა სხვა 2. ზუსტად ანალოგიურად მოექცა ისიცო, ვისაც 2 მისცაო. იმანაც გააორმაგა და 2-ის მაგივრად აქცია 4. ხოლო რომელმან იგი 1 მიიღო, წარვიდა და მოთხარა და დაფლა ქვეყანასა ვერცხლი უფლისა თვისისა. და ვინც 1 მიიღო, იმანო წავიდაო. მიწა ამოთხარაო და შიგნით ჩაფლოო და დამალაო ეს თავისი პულები. ეს არის მხდალი ადამიანი. ზარმაცი და მხდალი ადამიანი, შიშარა ადამიანი. ანუ არ ზარმაცები არ უნდა ვიყოთ, არც შიშრები რა. გულმოდგინეები უნდა ვიყოთ და გაბედულები და ღვთისმედი უნდა გქონდეს. ანუ ის რაც მიიღო ღვთისაგან, იმის მაგივრად რომ მოქცეულიყო ისე რომ წინა 2 მოიქცა. რომ წასულიყო ევაჭრა და ის 1 გაეორმაგებინა და მას მეტი სწორედ ამას მოსთხოვდა. 4-ს და 10-ს კი არ მოსთხოვდა როგორც იმ 2-ს. არა. მას მოსთხოვდა 2-ს. იმიტომ რომ მას ცოტა მიეცა და იმ ცოტას გაორმაგება მოეთხოვებოდა რა. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათა და სიტყვა იყო მონათა მათთანა. ანუ რა გავიდა რაღაცა პერიოდი, გავიდა რაღაცა დრო, ეს სწორედ ის დრო არის. რადგან ეხლა ჩვენ ქალწულების შესახებ ვიგავში ვსაუბრობთ, ეხლა ვიგავები კიდევ ერთხელ გეუბნები, ეს ალეგორია. რომ უფალ სხვადასხვა მაგალითები მოყავს, სხვადასხვა იგავები, რომ ჩვენ როგორმე რაღაცა დავიჭიროთ და გავიაზროთ ბოლომდე რა. ანუ იმ შემთხვევაში ქალწულებზე საუბრობდა, რომელსაც ვთქვათ, ლამპრები ქონდა და ზეთია ჩაასხეს, ანუ აი ადამიანი, რომელსაც მიეცა ღვთისაგან და ამოთხარა და ჩამარხა მიწაში, გავს სწორედ იმ ქალწულს, სულ ქალწულს, რომელსაც მიეცა ლამპარი, მაგრამ არ იზრუნდა მან იმაზე, რომ შემდეგ უკვე ზეთი მოეპოვებინა ამ ლამპრისათვის. ანუ აბსოლუტურად ერთი და იგივე, აი ტოლობის ნიშანია პირდაპირ რა. აი რაც იმიგავში ხდება, იგივე ხდება, ახლა ამიგავში უბრალოდ იგავი უფალი სხვანაირად გვეუბნება, რომ დაგვანახოს. როგორმე რაღაცა გვაგრძნობინოს რა. 5 ვისაც მისცა, იმასაც რომ ამოეთხარა, მიწა და ის 5 რომ ჩაეყარა და შეენახა, ზუსტად იგივე ხოდეს გაიზიარებდა ისაც. იგივე ის, ვისაც 2 მისცა. მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მოიქცა ესე თუნდაც ის, ვისაც 1 მისცა, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა. ანუ პირველი 2 შემთხვევა, რომელსაც 5 მისცა და 10 აქცია, 2 მისცა და 4 აქცია, არიან სწორედ ის ჭკვიანი ბრძენი ქალწულები. რომლებმაც იზრუნეს იმისათვის, რომ აი მიაქციეთ ყურადღება. თავისი წილი ღვაწლი ჩაედოთ ამ ყველაფერში ხალხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ის რაც მოგეცა შენ, ის ღვთისაა, შენი არ არის. ის ნიჭები, ის ტალანტები, ის სიცოცხლე, ის გარეგნობა, ჯანმრთელობა, ყველაფერი აბსოლუტურად. ამაში შენი დამსახურება არაფერი არ არის. თავიდან ბოლომდე ღვთისა ხარ, სულიან, ხორციან, ნიჭიან, ყველაფრიანი. მაგრამ აი შენი რა არის? ამას ელოდება უფალი, იმიტომ რომ შენ ხო ღმერთის გავსად ხარ შექმნილი. შენ ხო მოგეცა ხატება ღვთისაგან იმისათვის, რომ შემდეგ ეს ხატება გამოიყენო, რომ გახდე ღმერთის მსგავსი. და აი გამოიყენე, თუ არ გამოიყენე, აი ის ხატება, რომელიც მიგეცა, არის სწორედ ის ტალანტები, რომელიც ღმერთმა გაჩუქა და მოგცა. მაგრამ შენ რას აკეთებ იმისათვის, რომ ეს ტალანტები გაამრავლო, ანუ რას ნიშნავს ეს, რომ შენით მიემსგავსო უფალს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ილიას სიტყვებს, რომ ნულოვან მდგომარეობაზე კი არ დარჩე, რომ არავის არაფერს უშავებ. აგერ იგივე ეხლა რომ ვთქვათ გავამახვილოთ ყურადღება, კიდე იმ სულელებზე, რომლებმაც ვთქვათ ლამპრები შეინარჩუნეს. ანუ ნულოვან მდგომარეობაში დარჩნენ, ლამპარი შეინარჩუნეს.
ან როგორც ქრისტიანები, რომელიც კმაყოფილდებიან მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ეკლესიური წესების ასრულებით და თქვა სულს არ აკეთებენ რა. მაგრამ თავიანთ სულს ვერაფერს ვერ მატებენ. ან თუნდაც ის ადამიანი, რომელმაც ის ერთი ვერცხლი დაფლა, მაგრამ მე ამოთხარა და უკან დაუბრუნა უფალს. ანუ კი არ დაკარგა ის. არ დაუკარგავს. მისცა აძლევს შემდეგ უფალს უკან, მაგრამ უფლისაგან სასიკეთოს ვერაფერს ვერ ისმენს. იმიტომ რომ უფალი იმას კი არ ეუბნება და იმას კი არ სთხოვს, რაც მისცა მან. ის ჩემია, ისედაც მე მეკუთვნეს. მაგრამ შენი რა არის? აბა მითხარი, მაჩვენე, შენ რა გააკეთე? შენ ხარ არ სანდო ამ ყველაფერში, რომ ეს ფული მე შენ განდე? მე ხო შემაძლო სხვას ვანდობდი მაშინ, რომელიც დამბრუნებდა გაორმაგებულს, ხო? ანუ ესე იგი მე არასწორად ჩამიდია ინვესტიცია შენში რა, მე მინდოდა რომ ამ საქმეს მოგება ენახა. და შენში მოგება ვერ ნახა, იმიტომ რომ შენ ვერ ივარგე. იმათმა ივარგეს. ანუ ჩვენ ვარგი ვართ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ წილს აკეთებთ ჩვენ თორემ აკეთებთ ხალხო, კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს. თუ კი ადამიანი მადლს აგროვებს, თუ კი ადამიანი სათნოებებს იხვრეს, თუ კი ადამიანი ცოდვას ებძვის მთელი არსებით და ცდილობს რომ დათქუნოს საკუთარ თავში ცოდვა ყველანაირად, ლოცვით, მარხვით, მოძღვართან ურთიერთობით, სიკეთის კეთებით, ღვაწლით, თუ კი ცდილობს რომ სათნოებები შეიმოსოს, თუ კი ცდილობს რომ კეთილი იყოს, მოწყალე იყოს, ადამიანებს დაეხმაროს, თუ კი ცდილობს რომ იყოს გამღები და მოსიყვარული და მე ხშირად მithქვას რომ რა არის სიყვარული? სიყვარული გაცემაა და არა მიღება. აი სწორედ ესე შემთხვევაში ემსგავსები უფალს. შოთა რუსთაველი ხო ადარებს მზეს უფალს, არა? ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზეს სწორად მოეფინებისო, შენცო დიდთა და წყულთა წყალობა შენცანო მოგეწყინებისო. ანუ როგორც ღმერთია და როგორც მზეა რომ უშურველად გასცემს თავის სხივებს, ესევე შენც მზად უნდა იყო რომ ყველას გასცე შენი სიკეთე, იმიტომ რომ შენი კი არ არის ეს ღვთისაგან გაგმოცემული. უხვად გასცემდი ზღვათაცა შეძის და გაედინების, ნუ გეშინია გააღების, იმიტომ რომ ისევ შეივსები. ღვთისაგან ისევ შეივსები. რაც მეც გასცე, მით მეტი მოგივა ღვთისაგან. შენ გამტარი ხარ ხო ღვთაებრივი სიკეთის. შენი კეთილი ნება უნდა შეარწყა ღვთის ნებას. თორე ის სიკეთე ყოველივე ნიჭი სრული და ყოველივე კეთილიო ზეგარდამოა შთამომავალი ჩვენ მიერ მამისაგან ნათლისაო. ულცოშია ნათქვამი, ანუ ყოველივე კეთილი რაც კი ჩვენ შეგვიძლია კეთილი ფიქრიც კი ღვთისაგან მოდის ადამიანს თავში. ღვთის გარეშე არარაობა, არაფერი არ ახარ. არაფერი იყავი და ღმერთმა შექმნა. მოდი გავაგზავნოთ. შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათა და სიტყვა იყო მონათა მათთან. ანუ გადის დრო შემდგომად მრავლისა ჟამისა, აი აქ სწორედ რატო ამახვილებს უფალი ყურადღებას, რომ დიდი ხნის შემდეგ მოდის მათთან უფალი. ანუ წინა შემთხვევაში წინა იგავში იყო ნათქვამი, რომ დაყოვნებას ამას სიძისასა მიერულა ყოველთა, ხო? ანუ აი აქაც იგივეა, აი პარალელები გავავლეთ თქვენ თვითონ. იქაც დააყოვნა უფალმა, სხვაგან კიდევ ერთი იგავი იყო ნათქვამი სულ ცოტა ხნის წინ ჩვენ რო განვიხილავდით, რომ აი ჩააბარაო მონებიო, რომ მათზე ეზრუნაო, ეჭმიაო და ასე შემდეგო და ყოვნის უფალი იგი ჩემიო, იქაც იგივე ხდება. იფიქრა იმ ბოროტმა მონამ რა და საჭმელს აღარ აჭმევდა, იმ მონებს უდად ეპყრობოდა, სემდა და ამიტომ იმასაც მე ჭკუა მოეკითხა უფლისაგან რა, პასუხი მოეთხოვა. აქაც იგივე ხდება, ანუ ყველა შემთხვევაში იგივე ხდება. ანუ არის რაღაცა მოულვინი, რაღაცა დასასრულის, მაგრამ რო ყოვნის უფალი, აგერ ხო გითხარით არა 2000 წელს დიდი მოულვინი იყო, რომ მეორე მოსვლა იქნებოდა, მე ველოდებოდი პირადად. და ძალიან ბევრი ადამიანი რა, რომ აი 2000 წელი დგება და რაღაცა უნდა მოხდეს, გვალდება. არაფერი არ მოხდა, ხო? გრძელდება ისე ცხოვრება. და ხშირად მე აი ბევრმა იფიქრა ზუსტად იმ დროს, რომ ახლა წელს არ მოხდა. ეგრე აბა შეიძლება ეხა 3000 წლამდე არაფერი აღარ მოხდეს რა და ამ დროს შეიძლება ყოველ დღე დადგეს ეს დღე. ეს არავინ არ ვიცი. ამიტომ უსუფალი რომ იღვიძებდი თუ არ იცით თუ დღე და ჟამი როდის იგი ზეკათი სამოვიდეს. არ იცით თუ თქვენ როდის დაბრუნდება უფალი და თქვენ მუდამ მზად უნდა იყოთ მის შესახვედრად. უყურე აქაც შემდგომად მრავლისა ჟამისა, ანუ დიდი დრო გავიდა და შემდეგ მოდის უფალი. და სიტყვა ხომ მათთანაო, ანუ ეს არის უკვე განჯის დღე, განკითხვის დღე. როდესაც უკვე
უნდა მოკითხოს უფალმა რომ აბა მე რომ მოგეცი რა გააკეთე შენ და წარმოდგა რომელმან იგი 5 ქანქარი მიიღო და მოართვა მას სხვა იღა 5 ქანქარი და თქვა უფალო 5 ქანქარი მომეცმე აჰა ესე რა სხვა იღა 5 ქანქარი შევძინე ანუ პირველი ადამიანი ადგა და თავი ძალიან ადვილად გაიმართლა იმიტომ რომ აი უფალო შენ მომეცი მე 5 და მე ჩემი მხრიდან სხვა 5 დავამატე კიდე ის შენი 5-იც დაგებრუნე და პლუს კიდე ჩემი 5-იც და შენ გაძლევ რატო აძლევს იმიტომ რომ მან იცის რომ ის 5-ისაგან ქონდა მონიჭებული და 5-ის იყო და თვითონაც 5-ის არის თავიდან ბოლომდე შენი შენთაგან შენ და შენ წირველიო უდრეილო ამბობს ხოლმე წირვაზე ხო ანუ თავიდან ბოლომდე 5-ისანი ვართ ხალხო ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩვენი ნიჭებიან ყველაფრიანად ხო გეუბნებით სულიან სხეულიანად ამიტომ უბრუნებს უფალს მართალია მან თვითონ გამოიმუშავა უკვე ის დანარჩენი 5 ტალანტი თუ ქანქარი თუ როგორც არის ხო მაგრამ იმასაც უფალს აძლევს იმიტომ რომ იცის რომ ისიც უფალს ეკუთვნის იმიტომ რომ უფალს რო არ მოეცა ის 5 ტალანტი ის საბაზისო თანხა თავიდან ხო ეს ვერაფერსაც ვერ იშოვიდა და ამიტომ აბარებს მას ისე აი მომეცი ეს 5 აა შენ 10 5 შენი ხო იყო ეს 5 უკვე ჩემია მაგრამ მე ვიცი რომ ეს ჩემი კი არ არის შენია და ამიტომ აჰა უფალო და შენ გწირავ ისევ ამას ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მინდა რომ ყურადღებით მოისმინოთ რა რომ აი ძალიან ბევრი ადამიანი კმაყოფილზე მეივით რომ არის კეთილი მაგრამ საბოლოო ჯამში ხალხო სიკეთე არის მხოლოდ და მხოლოდ ის რაც შენ ღვთისაგან არ გაანგაშორებს თუ კი შენ ჩათვალე რომ შენ ხარ კეთილი ღმერთის გარეშე ეს დამღუპველია დამიჯერეთ რა ხდება შენი იზოლირება უკვე ღვთისაგან ხდება შენი მოწყვეტა როგორც ფოთლისა იმ ხის ტანისაგან შენ უკვე ვეღარ იცოცხლებ ცალკე მარტო იმიტომ რომ შენ რაღაცა ღმერთთან წარმოიდგინე თავი რომ რაღაც ღმერთის გარეშე რაღაც ალტერნატიული ღმერთი ხარ არა ვერ შეძლებ ვერასოდეს ვერ გააკეთებ ამას ამიტომ ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ ის შენი კი არ არის ღვთისა თუნდაც ის სიკეთე რომელიც შენით გააკეთე უკვე რომელიც შენ თვითონ შექმენი აი ვიღაცას დაეხმარე ვიღაცა გადაარჩინე ვიღაცას შვილი გადაურჩინე ვიღაცას ფიზიკურად გვერდზე დაუდექი ვიღაცას სახლს ართმევდნენ და დაეხმარე აი 1000 ვარიანტია ხო სიკეთის გაკეთების აი ბევრი რაღაცა შეიძლება გააკეთო რაც მართლა შენით გააკეთე უკვე რაც მართლა შენით შექმენი მაგრამ შენ უნდა გახსოვდეს ყოველთვის რომ ისიც შენი კი არა ღმერთმა გაგაკეთებინა ამიტომაც არის რომ ერთადერთი გზა საიმისოდ რომ ადამიანი არ ჩავარდეს ქედმაღლობაში აპარტამენტებში ხიბლში არის ის რომ უნდა მადლობდეს უფალს ვაი რომ შეგაქებენ რომ შენ რა კეთილი ხარ შენ რა მაგარი ხარ შენ როგორ ყველას ეხმარები შენ ყოველთვის ღვთისკენ უნდა გადაამისამართო მე კი არა ვარ ესეთი ღმერთია ესეთი დიდება უფალს მადლობა უფალს რომ ის მაკეთებინებს მე ამ ყველაფერს ის მაძლევს მე სულიერ ძალებს ხნეობას რომ ეს ყველაფერი ეს სიკეთე გავაკეთო ღვთისმადლიერი უნდა იყო ყოველთვის თორე შენ თუ შენად მიიღე ის ყველაფერი რომ შეგაქებენ და ტაჟ დაგიკრავენ რომ ვა მართლა კარგი ყოფილი ვარ ხედავ ნახე იმას ჯობი ვარ ხალხი როგორ მაქებს всё დამთავრებულია შენისა ესე რო არ დაგემართეს უნდა გახსოვდეს რომ ღვთისა ამიტომაც ნახეთ ადგაო ესო ვისაც 5 ტალანტი ქონდა მიცემული და 10 ტალანტი დაუბრუნდა უფალსო ანუ იმასაც ეუბნება უფალს რომ აი სხვა 5 ტალანტი შევძინეო ანუ ხას უსვავს რომ ეს უკვე მისი შრომის ნაყოფია ის დარჩენილი 5 ანუ ის 5 რაც ღვთისა იყო დამაკიდე სხვა 5 მიამატა და ახლა შენ უფალო 10-ვე იმიტომ რომ შენ გწირავ ისევ შენ მაჩუქებ ეს სიცოცხლე შენ მომავლინე ამ ქვეყანაზე შენ მომეცი ეს ტალანტები ნიჭები ყველაფერი და მე მადლიერების ნიშნა ჩემი მხრიდან რაც შემძელი და რაც გავაკეთე ჩემი მაქსიმუმი იმიტომ რომ ამაზე მეტი მე აღარ შემეძლო 5 შემეძლო მე 10-ად მეკცია 5-ს 11-ად ვეღარ ვაქცევდი ანუ მე ჩემი მაქსიმუმი გამოვავლინე და ახლა უფალო ისევ შენია ეს ყველაფერი და შენ გწირავ ეხლა ნახოთ რას ეუბნება უფალი მას თქვა მას უფალმა მისმან
ანუ ესეთი ადამიანების მიმართ როგორია ღმერთი ნახოთ. კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნოო. მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ. შევეც სიხარულსა უფლისა შენისასა. აქებს მას, ეფერება მას. კეთილს უწოდებს. სარწმუნო და სანდო მონას. და ეუბნება რომ მცირეზე რა კი სარწმუნო იქმენო, მრავალზე დაგადგენო. რა არის მცირე და რა არის მრავალი ხალხო? მცირე არის ჩვენი ხორციელი ცხოვრება. რა კი შენ ამ ხორციელ დროებით ცხოვრებაში სარწმუნო იქენიო, ანუ სანდო აღმოჩნდიო, ანუ შენ არ გააცუდე, არ უგულებელს ყავ ის ღვთისაგან მოცემული ნიჭი და ტალანტი, რაც მოგეცა და გაამრავლე და თანაც დამიბრუნე. ანუ შენ კი არ მიისაკუთრე რომ ეხა ეს ჩემია, კი შენ კი მომეცი, მაგრამ ეხა ეს უკვე ჩემია და თავი დამანები არა, არამედ მაძლევ ისე უკან მიბრუნებ, იმიტომ რომ შენ სწორად აზროვნებ, სწორად მსჯელობ, სწორად ხვდები ღვთის მადლს. და ისევ მე მიბრუნებ იმას, რაც ჩემი იყო. ამიტომაც მე შენ გაქებ. და ამიტომ რა კი ამ მცირეში, ანუ აი ამ ხანმოკლე წუთის სოფელში შენ სარწმუნო, ანუ სანდო აღმოჩნდი. მრავალსა ზედა დაგადგინო შენო. რა არის ეს მრავალი? საუკუნო დაუსრულებელი სიცოცხლე და თქვენთვის ბევრჯერ მithქვამს რომ ისეთი სიხარული, ისეთი ნეტარება, ისეთი ბედნიერება ელის ადამიანს თუ კი გამართლა და აი სარწმუნო მონა თუ აღმოჩნდა ამ ქვეყანაზე, რომელიც ადამიანის ყურს არ სმენია, თვალს არ უნახავს, გონება ვერ წარმოიქმნას. და იმას პირდება და ნახე რა ეუბნება რითი ავთარებს, შევედ სიხარულსა უფლისა შენისასაო. თავისი სიხარულის თანაზიარად ხდის მას, მონას, თავისი სიხარულის. ის უფალია და თავის სიხარულში შემოყავს მონა, რომელმაც გაუმართლა მას იმედები. ეხლა შემდეგი მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო და რქვა უფალო, ორი ქანქარი მომეცმე. აჰა, სხვაი ორი ტალანტი შევძინე. ნახეთ? ანუ იგივე აქაც. ორი მისცა უფალმა და ეს ეუბნება რომ აი შენ ორი მომეცი, მე კიდე ორი დავამატე. დარჩენილი. ანუ ამასაც იგივე მიაქციეთ ყურადღება ხალხო. ღმერთი არ არის უსამართლო. ღმერთი გთხოვს შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. ხო იყო ნათქვამი რომ მისსაო კაცად კაცადსა ძალისაებ თვისისაო. ანუ ვისაც რამდენი შეეძლო რომ დაეტია იმდენს აძლევს უფალი, ხო? ანუ ვისაც ორი მისსა, მოდის და ის უბრუნებს 4-ს. მას 5-ს არ თხოვს ღმერთი. იმიტომ რომ იცის რომ იმას 4 შეუძლია თავისი მაქსიმუმი გააკეთოს რა. 4 დაუბრუნოს, ანუ ის 2 რომელიც მისსა გააორმაგოს, ანუ მაქსიმალურად გამოიყენოს ის ნიჭები რომელიც მიეცა და გააორმაგოს. უფლის სიტყვები ვნახოთ ახლა. იმან ხო 10 დაუბრუნა, ამან 4 დაუბრუნა, მაგრამ უფლის სიტყვები ნახეთ იდენტურია. და გეტყვით რატო? თქვა მას უფალმან მისმან, კეთილ, მონაო, სახიერო და სარწმუნო, მცირედსაზე და სარწმუნო იქმე, მრავალსაზე და დაგადგინო შენ. შევეც სიხარულსა უფლისა შენისასა. ხედავ? ეს იცით რას ნიშნავს? რომ ისიც ვინც 5 ტალანტი მიიღო, ვინც ძალიან ისეთი ასე თქვა დახუნძლული იყო ღვთის ნიჭებით, უნარებით, ასე შემდეგ და ისიც ვინც შედარებით ნაკლებად იყო დახუნძლული ღვთის ნიჭებით, ხო? თუ კი თავიანთი შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებენ, თუ თავიანთ პირად ღვაწლს აჩვენებენ უფალს, თუ არ იქნებიან ზარმაცნი, თუ ივლიან ღვთისკენ სწორად და თუ იქნებიან მადლიერნი ღვთისა და შესწირავენ უფალს თავიანთ წილ მსხვერპლს, რომელიც უკვე მათი შესაწირია, ანალოგიურ ჯილდოს იღებენ, ზუსტად ერთნაირს. ერთნაირ სიხარულში ხვდებიან ორივენი, ნახეთ? ზუსტად სიტყვით უმეორებს იმას, ანუ იმას კი არ ეუბნება, რომ შენ მოდი ცოტა ნაკლებ სიხარულში შედიო, არა? რა კი შენ ცოტა დამებრუნეო, არა? ზუსტად იგივე სიხარულში შეყავს ისიც. ზუსტად იმ ნეტარებაში შეყავს ისიც, ვისაც 2 ქონდა და 4 დაუბრუნა. რატომ? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეუბნეთ, უფალი არ არის უსამართლო, გთხოვს იმას, რაც შენ შეგიძლია. რაც არ შეგიძლია, იმას არ მოგთხოვს.
და ღმერთმა ყველაზე უკეთიცი შენ რა შეგიძლია და რამდენი შეგიძლია. ეხლა ეს მესამე ვნახოთ რა და ჩვენთაგანს ჩვენ თავი გვეცნობა რა ესე რომ რაღაცა ხიტრობთ ხოლმე და რაღაცა რომ ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაც გამოუძვრეთ და რაღაცა მოვიდა იგიცა რომელცა ერთი კანკარი მიიღო და რქვა უფალო უწყოდე რამე თუ ფიცხელი კაცი ხარ შენ დემაგოგი აი ნახეთ რა ეხლა რეებს ლაპარაკობს ვიცოდიო რომ შენ ცოტა ფიცხი კაცი ხარო ჯერ პირდაპირ წარმოიდგინე ხე შეურაცხყოფით იწყებს რა შენო ფიცხი კაცი ხარო და თარას ეუბნება ცილს ამბებს პლუს მარტო შეურაცხყოფას კი არ გენებს ცილს ამბებს ფიცხელი კაცი ხარო შენო მოიმკი სადა არა დასთესიო და შეიკრიბი სადა არა განგიბნევიესო ანუ იმას ითხოვო სადაც არ გიშრომიაო რა წარმოიდგინე ამ ხელა შეურაცხყოფას აყენებს რა ცილს ამბებს რა რომ შენო თანო ფიცხელი ხარო ანუ ისეთი ხარო რა ბრაზიანიო რა და იქ იმკიო სადაც არ დაგითესიაო და იქ გინდაო შეკრიბო სადაც შენ არ გაგიბნევიაო უსამართლობაში სადანაშაულებს ცილს ამბებს და შეურაცხყოფას აყენებს რა და რა გავაკეთეო ეხლა ამის ანუ ეს ისთვის ჭირდება რომ თავი გაიმართოს რა და როგორ იმართლებს წარვედა დაუმალე კანკარი იგი შენი ქვეყანასაო აჰა ესერე შენი შენთან არსო წავედიო ამიტომ უნდა დაუმალეო რა დაუმარხეო რა ეს შენი მოცემული დაავადიო და აჰაო ეს შენიო და ოღონდ თავი დამანებეო რა დაახლოებით ესეთი საუბარია რა განწყობა რა შინაგანად რომ აი ამდენი ხანი ეს მე მამძიმებდა რომ აი ვიცი რომ მომკითხავდი და აჰა რა და აიღე რა ნახეთ რა უცნაურია და რას ეუბნება უფალი მიუგომას უფალმან მისმან და რქვა ამას ხო ნახეთ წინა ორთან როგორი კეთილი იყო უფალი და რამხელა სიხარული და რამხელა ბედნიერება აჩუქა მათ ანუ იმ ორ შემთხვევაში როგორიც არის უფალი რეალურად ისეთია ანუ ღმერთი სიკეთეა ღმერთი სიყვარულია ღმერთი იმდენად დიდი სიყვარულია რომ ცირეს გულისათვის უზარმაზარს გჩუქნის ანუ შენ რო ამ ხელას მოითბე ღმერთი გაძლევს საუკუნო სიცოცხლეს სინამდვილეში ესეთია ღმერთი და არა ისეთი როგორც ეს ახასიათებს ეს ბოროტი მონა და ამასთან მიმართებაში ნახეთ ახლა უფალი როგორი მკაცრია და მოდი ჩვენ თავი ყოველთვის შევადაროთ ხოლმე რა ჩვენ სადა ვარ ჩვენ რომელი მონა ვართ მიუგო უფალმა მისმან და რქვა ამას ბოროტო მონაო და მედგარო ამას უკვე მკაცრად მიმართავს უწყოდი რამე თუ მოვიმკი სადა არა დავსთესი და შევიკრიბი სადა არა განმიბნევიეს ჯერ იყო შენ და დადებად ვერცხლი ჩემი სავაჭროსა და მომცავედ და მოვიღე ჩემი გიაღნადგინებით მით უმეტესო შენ თუ ესე ფიქრობდი და შენ მე თუ ესე მიცნობო ჯერ ერთი მე ესეთი არა ვარ და მე ვარ ისეთი როგორცაც აი სწორედ ისინი მიცნობდნენ ვისაც 2 ქონდა და 5 ქონდა და ნახე შენ მათ რამხელა საზღაური მიიღეს და რამხელა სითბოთი მივიფერე მე მათ და რამხელა საჩუქარი მივეცე ამის გამო ჯერ ერთი არა ვარ მე ესეთი მაგრამ კარგი თქვა და მართლა ეგეთი ვარ როგორც შენ მეუბნები და შენ მართლა ეგრე გჯეროდა რომ აი ეგეთი ვიყავი უსამართლო რომ იქ ვიკრიბავ სადაც არ გამიბნევია და იქ ვიმკი სადაც არ დამითესია ხო და თან ფიცხელი და მკაცრი უფრო მეტად არ გევალებოდაო შენო თუ კი შენ ესე მიცნობო რომ მე ესეთი კაცი ვარო რომ ეს ჩემი ვერცხლია რომელიც მოგეციო და შენ იცი რატომაც მოგეცი მე ეს ხო იმიტომ რომ მე შენ მაზარალე მე შევეძლო რომ ეს ვერცხლი მიმეცა იმ ადამიანისთვის ვინც ორს დამიბრუნებდა და მასაც სწორედ იმ სიტყვებს გაუმეორებდი სიკეთით და სიყვარული და განუზომელ სიხარულში შევიყვანდი ჩემს სიხარულში ჩემს სუფრასთან მოვიწევდი ჩემს თანა მეინახეთ გავხდიდი ჩემს ხორცლში იქნებოდა ჩემი მეჯვარე ის აი ის ერთი რომელმაც ერთი ორად მიქცია 2 4-ად 5 10-ად ერთი და იგივეა ეს აბსოლუტურად ანუ ის რაც მე მივეცი გააორმაგა მაქსიმალურად გამოიყენა შენს ესეც სიხარულს მიიღები მაგრამ შენ ეს არ გააკეთე შენ მე მაზარალი მიუხედავად იმისა რომ კარგად იცოდი შენი გაგები და შენი წვენით როგორი ადამიანიც ვიყავი მე და
რა ხდება ამის შემდეგ? მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელს აქვს 10 ქანქარი. ამბობს უფალი. ანუ ართმევს მას და აძლევს იმას, ვისაც 10 აქვს. რამე თუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს და რომელსა არა აქუნდეს, რომელღა იგი აქუნდეს, მოვეიღოს მისგან. და ამას რა იტყო და ხმახო, რომელსა ასხემ, ყურნის მენად ისმინენ. და უხმარი ეგე მონაი განხადეთ ბნელსა მას გარესკნელსა მუნიყოს ტირილი და ხრჭენაი კბილთა. ნახეთ? ანუ უცნაური რაღაცა ხდება. ვისაც ერთი ქონდა მიცემული, ის ერთიც წაართვა და გააგდო სატანჯველში. და ის რაც მას ქონდა მიცემული და არ გამოიყენა, დაუმატა იმას, ვისაც 5 ქონდა და 10-ად აქცია. ანუ ყველაზე მეტი ნდობა მან გამოიჩინა ღვთისა და მან დაიმსახურა, იმიტომ რომ მაქსიმალურად გაამრავლა და არაფერი არ დაუკარგია, კაპიკი არ დაუკარგია უფლისათვის. პირიქით. მაქსიმალურად სანდო აღმოჩნდა. ჩემო ძვირფასებო, ალბათ ყველანი მიხვდით, ეხლა მე იმდენად ვეცადე რომ დამეღიჭა ეს ყველაფერი და მომერგო ჩვენი ცხოვრებისათვის და არაერთხელ მithქვას თქვენთვის რომ ჩვენ ესე განყენებულად არ უნდა ვიკეთოთ წმინდა წერილი, ყოველთვის უნდა დაუკავშიროთ ჩვენს და ჩვენს ცხოვრებას. დავფიქრდეთ, რისთვის ვაკეთებთ, აი სად ვართ ჩვენ, აი მეზორისა და ფარისევლის იგავს კითხულობთ, ხო? ან ვისმენთ ეკლესიაში წაკითხულს, ხო? ყოველთვის უნდა გავიაზროთ ჩვენი თავი, ჩვენ ვინა ვართ, სადა ვართ? მეზვერე ვართ თუ ფარისეველი ვართ? უძღებიშვილის იგავს კითხულობთ, უნდა გავიაზროთ ვინა ვართ ჩვენ. აგერ ახლა იგავები წავიკითხეთ, აქაც უნდა გავიაზროთ ძენი ქალწული ვართ თუ სულელი ქალწული ვართ. ის ადამიანი ვართ, ვინც უფლისაგან მინიჭებული გაამრავლა და დაუბრუნა უფალს თუ ის ადამიანი ვართ, რომელმაც ვერ გაუფრთხილდა ამ ყველაფერს და უგულებელ ხო ღვთისაგან მონიჭებული ნიჭი და ეს ყველაფერი წყალში ჩაყარა. ანუ მან ვერ მოაგროვა ზეთი, მან ვერ მოაგროვა ის, რაც მას საუკუნო სიცოცხლეში დაჭირდება. ანუ ესეც ღმერთის სასუფეველში არ შეუშვებს. იცით რატო არ შეუშვებს? იმიტომ რომ ეს ეხლავე უმადურია, ეხლავე ბრმა არის, ეხლავე შეურაცხყოფელია უფლისა და ეხლა ამას სასუფეველს შეუშვებ. იქ გამოდგება ეს. არ არსებობს. მას არ ექნება საკუთარი შრომით მოპოვებული და იმას ისევ დაკარგავს. ვიღაცა სხვასაც თუნებს. არავის არ ჭირდება ესეთი ადამიანი სასუფეველში ხალხი. და საბოლოო ჯამში მინდა გაიაზროთ, ღმერთის სიკეთეა. ჩვენ თვითონ ჩვენი ან გარჯით, ან ჩვენი სიზარმაცით, ან ვაცხოვნებ ჩვენ საკუთარ თავს, ან პირიქით დავიღებავ. აი ეს მინდა გახსოვდეთ კარგად. კარგით, ჩვენ 15 წუთი გადავაცილეთ რა, უბრალოდ მინდოდა რომ ეს ორივე იგავი ჩამოთავრებინა ბოლომდე. დღეს დავასრულოთ და შემდეგ სამშაბათს გავაგზავნოთ საუბარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.